ომარიკო მიდი ერთხელ შკიტრი დაიჭირე და მეორეში ლიმონადი. აი ეგრე კაია. აი მე ძალიან კაი ქორწილია, მაგრამ რადგან ეს მუსიკოსები არიან უარგისები. რა ვიცი, მივედი მეთქი მუსიკა შევუკვეთავ თქო. ფულსაც ვაძლევდი. ვერ დავუკრავთ ქალბატონო. ინგა სამლარსაც დებდი და ვინ დაუკრავდა? რა ვიცი, სამლარად მცხეთამდე ჩამომიყვანა, აგერ გდანიდან ტაქსიმ და ამათ მუსიკა უნდა დაეკრათ. რა სამლარად? სამი კი არა, 23 უნდა მიგეცა. ხო გითხარით, რომ ეს ტაქსისტი ჩვენ გვაგინებს მეთქი, რომ არ დამიჯერით. ინგა წამოდი რა ვიცეკოთ ისე მიყვარს. წამო. ვაიმე, ბარა ლალიკო გაერთე მიდი შენ, უჩემოთ. ხო. ამ დახეთქილი ქუსლები და რა უნდა იცეკოს გამაგებინა. აუ წამო რა ინგა ვიცეკოთ, კინტაურია ჩართული. მიდი. შევწყვი ჩემი სიკუტილი და გააღემიდი კანები. ინგა ასეთ რატომ მოხვედით რა მოხდა? ჯანდაბა მოხდა. რა ვიცი კინტაური ჩაივთო გოგო და იქ ატეხეს მე გოგოებმა აბა ინგა ჭიქა უნდა აიღო ეტაკიდანო და რა ვიცი მეც რო ავყები გადავიხარე და ფრეწორო დაიძახა ამ შარვალმა გამომებტუნა ყველაფერი. ძალიან ჩახეულია უყურე. აი მე კორწილის ვიდეოში არ ჩამისვანე კადრი. არ ჩასვამენ ნუ გეშენია. მით და გამოგივლი მერე. ანასტასიევიჩი უხარ გადაგიღია. ბაჩვენი მერე. ანასტასია, ჯოდო ქარი რო უნდა გავხდე იცი? ჯოდო უკვე ხარ. ქარი გაგლია. შეხედრებს ეუბნება ბავშვს. შენ კიდე რა ჯადოქრობა აიტეხე ვერ გავიგე. აუ ეს ციგნები ხომ იყიდე? ოზის ჯადოქარი და რო წავიკითხე სამივე მინდა რომ მე ჯადოქარი ვიყო. უი წაიკითხე უკვე ესენი. ქარჩხალის გამომცემლობამ გამოუშვა. ოზის ჯადოქარი ხო, შემდეგი ნაწილებიც იქნებოდა გიყიდი მე მაგასაც. აუ თეკლას ბებია რო აკეთებდა იცი ჯადოებს? ერთხელ კარადაში უპოვეთ თოჯინები და თავშქონა ჭარჭობილი კინძის თავები. მაგრამ თან ტუალეტის ქაღალდში ქონდა ეგენი გახოვილი და მაგას ვერ მივხვდით რატო. ტუალეტის ქაღალდში? და მართალ მახვარ გავუკეთა და რამე ჯადო ომარიკოს. სულ არეული რო აქვს ბავშვს კუთხნაცლავი. ეგ ჯადოს კი არა ბუფეტის მაკარონინი ხაჭაპურის დამსახურება. თე ჯადო რო გავუკეთო ჩვენი ბუფეტის გამყიდველს. იქნებ მე მაინც ჩადოს ყველი ხაჭაპურში. აი მე გაჩერდი ახლა არ გიდათ წყევლები და რაღაცები კი აყვაწებით რა. ნუნუს ხო უყურებთ. რო წყევლი და მის დღემში ვიღაცას მაგით არ დარჩენილი კაცო ძალით ირკმელი. მაგას წყევლის გამო კი არ აქვს ძალით ირკმელი. ამოიჭრა და გაყიდა. მაგით აქვს 60-ხიანი ბინა. შენ რა იცი ეგ? მეგონა მარტო მე ვიცოდი. მე წავედი უნდა ვისწავლო უშელოცვები და ჯადოქრობა. ჩემოთახში ვიქნები. ომარიკოს საით არის ინგა, რო არ მომხდო თვალში. რა ვიცი გოგო, ეს ციგნები ხო ვუყიდი ამას, ეს ოზის ჯადოქარი ქარჩხალის გამომცემლობის საიტზე. ხო და შეიკეტა ხა თავის ოთახში ჯადოქრობს რაღაცებს. თე წვენი არ გინდათ? გამარჯობელია დეიდა. მე გავაკეთე ეს წვენი და გასინჯოთ ორივე. მაჩვენია აბა. და რა უცხო გემოა, ხო კაია. როგორ გააკეთე ეს? როგორ და ვაშლის წვენი, ცოტა ცივი ჩაი, შამპუნი, იოდი და გახეხილი საპონი. წლებს გავწმინდე ეს მანქანა რა. რასაც ჭამენ ეს ჩიტები შემანქანაზე ინელებენ მე მგონი სულ ყველა. როგორ უვლის და ევლება თავს თავის მანქანას, არავინ მოგპაროს. პრივეტ მადო რა ვახარ. ვირა უნდა მომპაროს გოგო ამობანში ხვალწიე ჰაერში. გავაკრიალე ხო, აი უყურე. ომარიკოს ქონდა ჩაპნეული ზელატოსები, სადაც დაუდგრიფეს სულ. კიდევ ვინახე შენი ბიჭი თამაშობდა იქით სტადიონთან დარბოდნენ ბავშვები. დედა რაღაცას უთავი გოგო დაანებე თავი. უი დედა. შეხედე კიდე ყრია ზელატოსები პედლებთან რა. ომარიკო რატო ჩამიყარა ესენი შიგნით მანქანაში? სად გარბი ხარ? შეგორგანანო ექსირბილი ნახავ რა. კი კაია შენთან ლაპარაკი ჩემო ინგა, მაგრამ წავედი გოგო ბავშვი მყავს მიტოვებული კალიასკით სტადიონზე. მიდი მადო აბა შენიცი. ესეც თუ ძიძა რა, მიამტო ბავშვი სტადიონზე. ომარიკო, რა არის მეთქი ეს გეკითხები? უყურე რა. ინგა სახლისკენ ხوار მოდიხარ. შეხედე გოგო როგორი თხრილი ვიყიდე, იმერელი ქალისგან. დედა რა თხრილი იყიდე გოგო? თხილი, ჭურჭხელებისთვის რო გინდოდა. წამოვალ ხო აგატანინებთ მაგასაც. გავაკრიალე გოგო მანქანას, თუ ესენი ქონდა ჩაფნეული ომარიკოს. მალე ამოდი შენ. მოგიბლი. ბავშვებო მოდით. აი ეს არის დედა ჩემის მანქანა რო გეუბნიოდით. ღია აქ დატოვებული. მოდით ჩავსხდით. ჩემის სიკუთელი ჩაკეტვა როგორ დამავიწყდა რამე ხوار ამაცალეს მანქანა. რა არის ეს? დედა სუზალატოსებია ისე ჩაპნეული. ანასტასია, ხო სახში ეგ ვაჟ ბატონი.
არ გაუშვარსად, რო ამოვალდნო დავაკლაზეთ რა. რა ვიდეოს გადაიღებ, კაცო, ვერ ახარ შენ რა. დეიცი დღეს სკოლაში რო ვიტირე, ქართულის გაკვეთილზე. კიდე ლუბიენ ზაგართო ხო მასწავლებელმა? ვაჟა, თემა ხომ ქონა დასაწერი და რო წაუკითხე, ბავშვებს მიუბრუნდა და უთხრა ბავშვებო, აი ასეთი არ უნდა იყოს თემაო. და მე მემითხრა, რომ მეორე კლასელის დონეზე ხარ. უყურე რა, მაგის ალაპარაკო რო გახდები, მანდ არ მომიყვანოს ვიცოდე. დასაწერი გაქვს კიდე რამე თემა? კი, და აი სათაური არის ქართველობა. მიდი ინგა, ისეთი თემა დააწერინე, რომ ქვა გახითქოს. იმიტომ რომ მარიკო გახითქილია ტირილით. მაჩვენე აბა. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა? აბა, რას ნიშნავს? რა ვიცი ახლა ღირებულებები, ტრადიციები, მამული ენა, სარწმუნოება, რა ვიცი რასაც ილია ამბობდა, ხო? მანდ ისიც დაამატეთ, რომ ქართველობა მარტო სუფრაზე დალეული ყანწით არ იზომება. უნდა გვესმოდეს კარგად რას ნიშნავს იყო ქართველი და მაშინ სადამე ევროპელი. აჰა, ესე ზურაბჟანია ცნობილი ციტატა. ციტატა რა არის? მე რომ ჭირდა? არა, ეგ ცისტიტი იყო. რა დროს ეგ არის, კაცო, მიდი ჩამოვწეროთ ახლა რაც გვახსენდება. ისტორიულად რა ვიცი, მის დღემში ევროპისკენ მივდიოდით, ოქროს ხანა გინდა, სულხან საბა თუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რა ნერ სიტყვებს ამბო? ფეგანი რო დავწერო, მიხვდება რა შენ დამაწერინე. აბა ქართველობაზე რო გასდევთ, თემა სხვა რა უნდა დაწერო? ყანწების ქემა და ქართული ენა რო გვაქვს მარტო იქ? ეგ ჩვენი წინაპრები რო იყვნენ ევროპული ღირებულების მატარებელი, იმიტომ ვართ ჩვენც. ეგინი შდაგვაგონებენ დღემდე. მოხვედიო მარიკო? რა გატირებს? კიდე არ მოეწონა ხო თემა მასწავლებელს? არა, პირიქით. ისე მოეწონა შენი დაწერილი თემა, რომ კლასში გამოაკრა ჭიკარტებით კედელზე. მაგრამ მე მაინც ორიანი დამიწერა, დედა შენს კიდე 10-იანი ეკუთვნისო. რა გაცინებს? ვაი, თქვენი გამყალბებელი. მოხვედიო მარიკო? მოიტანე ყველაფერი რაც გთხოვე. კი, ქათამი, ბრინჯი და პილპილი და კიდე 20 ლარი ხურდა. მომეცი. რა საკეთებ? რა ვიცი, ვამოწმებ ყალბი ხო არ არის. გაყალბებაა ყველგან ხო ხედავ. ინგა, მე მგონი შენ შუცაც უნდა მიაკრა აწი შტრიხ-კოდი, რო არავინ გაგიყალბოს. თუ არ იცით მიაკრა, მე გეტყვი. შტრიხ-კოდი აღარ გამაგონა შენი ჭიდი მე რა. საჭმელს გავაკეთებ ახლა და შეჭამე ისე არ წახვიდე სამსახურში. დედა რამდენი ხალხი იყო გუშინ აქციაზე, ვაი, მე ერთი დღის დაგეგმილზე თან. წრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცი ხო, დიმანჯი რო პატარა ბალიშო წრემლები ქონდა დაწუთებული სახში რომ მოვედი აქციიდან. კი, ტირო და გუშინ ტელევიზორს რო უყურებდა, უნდა გადავრჩე თუ ასე იცახდა. ეს ქათამი საჭმელად უნდა გააკეთო დღეს? არა, უნდა გავუშვა, გადაწვილი უთავო ქათამი სახში და ივლის აქ. როგორ გახიზიანებული. ნამდვილად, დილითაც რო გაღიზიანებული ციციბურად დამახვედრი, იმიტომ გადავყარი ნაგავში. ოი, დელია დედა შემხვდა წეღარ რომ ამოდიოდი, საღამოს გამოგივლი და აქციაზე წავიდეთო. ხო, გუშინ ვეღარ წავედით, მაგრამ ვაწივივლით ხოლმე სულ. ოპოზიციის გეგმა გვჭირდება, გენაცვალე, გაინძრნენ ცოტა. ამ არასამთავრობოებმა შეუტიონ და დავანახოთ კაცო იმ დასავლეთს, რომ არ შევეგუებით ჩვენ ამ სიტუაციას. 51-ის მუქრე ქართველი ემიგრანტები კიდე საერთოდ თქვენ გამოყარო იქიდან. ევროპაში რო ხარ შენ თვითონ საქართველოსთვის ვერ იმედებ ევროპულ მომავალს, რაღაცა გამოგონილი ომის შიშით. ისე კი ვერ აგაკ რაღაცა კარგად. მოდით ახლა გამოდით გავაკეთე ბრინჯი და ქათამი. მე თავი ინდოელი მგონია მესამე ჭამუკო ამ კვირაში. აურანერი გემოაკ. რამე დარღვევა აღმოაჩინე? კი, მარილში ეგ დარღვევა და გასაფათილებელია. ნაგავი სად არის? აჰა, ძეხვი შვრია და ტუალეტის ჩოთკი დამჭა საყიდელი. და კიდე შოკოლადი მან წერია. აწერია მოვახიე ეგ უკვე. დამაცად ახლა გამოზომილი მაქვს პური შენი ჭირი მე რა. უკაცრავად ქალბატონო შვრია სად ნახო? ფირმაში. აი მე რა ვიცი მუშაობ ფაკატო რა არის? აუ, ნუ უყვირი ხარ დედა ჩემს. წამოდიო მარიკო ერთ შენი ჭირი მე. დანერვოზებულია უკვე ეს ხალხი. კიდე კაი არა მომასხა, თორე კი იყო ღირსი ახლა ეს რა. აუ ხო, ის ქალი რო ჩავიდე გახსოვ შარშან კარაკების მაციუარში. ო, კაჯი, პოლიცია გამომიძახა მაგან მაშინ. ძლივს მივმალე ადგილიდან. შვრია. აი იქდევს მიდი შვრია მომიტანე. აჰა, და ეს შოკოლადი. დაბრუნე ახლა ეს თავის ადგილზე. და მოდი აგერ ჩავდგეთ რიგში. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ? არა, ბაბუა ჩემია ბოლო. მომაწოდე ეგზეხვიო მარიკო. მომეცი. შემთხვევა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ერთი ქალბატონი მეორეს ძეხვით ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაგრამ დამნაშავე მიმალვა შეძლო. გამოძიების დეტალები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. სულ გაგიშდა ეს ხალხი რა. ეკლა მოდი გამოვწეროთ ფეხსაცმელი.
დაიცადე effect sneakers. ხო ის გვერდია. მათ ჩვენი აბარა მოდელებია. ეს მაგ. ეს ოქროაშულს ცოქვიშინ ამას არ გამოუწერ. ეი, რა მაგარია. 1+1 აქცია ყოფილა. Adidas-ის და Puma-s მოდელებზეო. ხო? ანუ ორ ფეხსაცმელს მივიღებთ საჭუქრად? ორს არა. ერთს რო იყიდი, მეორე მოყვება საჭუქრად. ეგ ისედაც ეგრეა ხოლმე. მარჯვენას რო იყიდი, მარცხენა მოყვება საჭუქრად და მარცხენას რო იყიდი, მარჯვენა. გააჩნია. ეხლა ტვინი ამიფეთქდება. გოგო 1+1 აქცია იმას ნიშნავს, რომ ერთ წყვილს რო იყიდი, მეორე მოყვება საჭუქრად. ნებისმიერი, ან Adidas-ი, ან Puma. მე გითქვა ეგრე ადამიანურ ენაზე. გეომეტრიის გამოცდა რომ მომიწყე. ხო, გამოწერეს ფეხსაცმელები და მოუტანა დღეს კურიერმა. ანასტასია, მიდი მოიტანე რა ის ფეხსაცმელები, ვაჩვენ ელიას. მოვა ეხლა. შეხედელია დიდი რა მაგარი სპეციალები გამოუწერე. ეგენი თეკლა მიყიდა, Puma-s მოდელია. ეგენი ჯინსი ხდება ძალიან. ხო, აშკარად კარგები ჩანს. უით თეკლას რა ვიწრო ფეხი ქონია. თეკლას ტვინიც ვიწრო აქვს. ძლივს გავაგებინე რა იყო 1+1 აქცია. გოგო, მარიკოსაც გამოუწერა ფეხსაცმელები ვეძებ ეხლა. 50%-იანი ბაზაკლება იყო ნარჩიტელას მოდელი, ხო. რა ნარჩიტელა? მარჯილა ქვია. ხო, რაც არის ეხლა 100 ვარ მაპატიო. შეხედე რა ხარისხია. ნახე მიდი. ესპანეთში მივდივარ, დრო მოვიდა. ესე იგი, საიდან გამოჩხრიკეთ ეს ბილეთები, მე არ ვიცი რა. თეკლას ერთ-ერთი ყოფილი მუშაობს ტურისტურში და იმართო რომ ძალიან მაგარი ფასებია ბილეთებზე. ხო და დავითრეთ მეც დიკომას და თეკლამაც. აუ მეც მინდა, ჩემთვისაც აგეთრია. გთხოვ სანამ არ გადავკვეთ საქართველოს საზღვარს ხმა არ მოიღო. მისმინებ, რა უნდა მოინახულოთ ეხლა მადრიდი? ხო, ძირითადად მადრიდში. თეკლას დაიდა ხომ მან ცხოვრობს მანდარი გათხოვილი და ბინაში ფული არ დაგვეხარჯება მაგასთან მივდივართ. ჩემი სატენი სად არის? ოთახში დარჩა. წაიღე ყველაფერი, არაფერი დაგრჩეს აქ. მარიკო ჩართე მიდი ერთ ტელევიზორი მოვისმინოთ საინფორმაციო. საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. აუ ერთი სული მაქროდის გავფრინდები. ინგა თვითონავში რო ცუდად გავხდი. პარკი წაიღე იქ და თუ გული აგერევა გამოგადგება. ეგრე ვაკეთებთ ხოლმე მარშრუტკაში მე და დედა. სწორს გეუბნება ბავშვი, აიღე მიდი იქ ქაღალდის პარკები როდებს და წაიღე ერთი ცალი. მისმინებ პირდაპირ ფრენა გააქვთ. ჯერ თბილისიდან მივდივართ ქუთაისში, ქუთაისიდან მე სტამბულში, სტამბულიდან მადრიდში და მე მივალ თეკლას დეიდასთან. ო მიზერება. ხო თეკლა. რა პასპორტი წამოიღო თუ არა, მაგის გარეშე არ წამოხვიდე იქ. დი პასპორტი რა არის? რობერტიძე რომ მეუბნებოდა ხოლმე ბავშვობაში პასპორტი მაჩვენეო? არა, კაცო, გამომეცალე ერთი წუთი რა. ანასტასია რო ჩახვალთ იქ, დარეკე ეგრევე იცოდე ბარმანერბიულო აქ. ნუ გიშინია რა. თეკლას დაიდა დაიმატე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. მომიძებინე ვიდეო მარიკო ამიკრიფე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. ხიდაშელი ბიჭო, ძიდაშელი კი არა. რა იყო შენს პრეზიდენტობის კანდიდატი ხო არა ხარ, ვერ გავიგე. დრამატინებს. მოვედით აეროპორტში. აუ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ 3 საათია ფრინამდე დარჩენილი. დაიწყება რეგისტრაცია ცოტახანში და ჩავდგებით რიგში. თიკო მიდია ბაწონი შენი ჩანთა. რამ სიმძიმე გუღადაობ? ამოაკელი მიდი რაღაცები და გადაიცვი. აი თეთრი მაისური შემოიხვია კისერზე. ვითო შარფია. აუ მე 4 მაისური ხომ აწვე და ამ შარლში კიდე პიჟამა მაქვს ამოწმული. მე 4 მაისური ბრაც მაქვს შარლი ჯიბიში მიდევს. ამ ეკრანს უყურეთ, ჩვენი რეისი რო დაეწერება ჩავდგებით რეგისტრაციაზე რიგში. აუ რეგისტრაციაზე მარტო პასპორტს ვაწვდით, ხო და მე მივიდოთ უსაფრთხოების კონტროლზე. ხო და უსაფრთხოების კონტროლზე უნდა გაიხადო ყველაფერი და წრიბინა კარებში უნდა გაიარო. აუ ერთი წუთი. შიშვალ მონა გავიარო იქ. ეგ რომ წედი და საერთოდ წამოვიდოდი აქ. რა შიშველი გოგო ქურთუქსი ხდი მარტო ჩემთას მოიხსნი, მაგას გაატარებენ იქ სკანერში. აუ წყალი დავითრიოთ რა აქ სადმე დაგჭირდება. დაიცე წყალზე მეგეპატიჟებით გავალ და ვიყიდი. აუ თიკო ის რა მაგარი არა მადრიდში რო ვიქნებით. შურიანები იმინა ჩაიხჩობიან ბოღმაში, ოქროაშვილი დაეკეთები. თეკლა არ მოიტანე წყალი? რა გძ გოგო რა ფერი გადევს სახეზე? აუ ან მკითხო 7 ლარი ღირდა ერთი წყალი. მეთქი 6 ლარს გადახდით ნამდვილად არ ვაპირებ 3 წყალში თქო და გამოვბრუნდი. ახლა ვფიქრობ რომელი უფრო გაუკვირდებოდა გამყიდველს. რო გამოვბრუნდი თუ 3x7.26-ია. აუ მისმენთ ესპანეთში ინგლისურად ხო ლაპარაკობენ? სავარაუდოდ კი. მაგრამ შენი ინგლისურით მაინც ვერაფერს გააგებინებ. აუ პლიზ და აქტუალიტები საით არის? იმედია მოფსმა 7 ლარი არ ღირს.
დედა რა კაი ტორტი იყო. დედა მამისეიშვილის დაბადების დღეა 12 დღეს, ხო და რო ჩააქრობინეს ტორტი იქ გაჭრეს და შემახვედრეს, ხო, არაჩოული. ბავშვი სად არის? აღარ ანთებენ ნაძვის ხეს, რა თქვა მერი? მერი ვინ არის, ბიჭო, რა მერი? მერი, თბილისის მერი. მერი არ ქვია სახელი? გაჩუმეთ ხლე ის ბავშვი. ის რატო არა ინტერნეტი, არა საინტერესოა. რატო და ვერ მოაგროვეს საკმარისი ხალხი და დაგვაბრალეს მერე ჩვენ რადიკალებმა ჩაგვიშალესო. ომარიკო, შეხედე იქ იაფარულავა დგას. ია. დედა ვერ დამინახა. რო დაინახე ხურასამ გადაიდეოდა, საერთოდ ვინახარ. რა ია? ია ვინ არის? იცი ეგ შენც ვინ არის? ვიდეოს რო გაყურებინე ხო 25 ჯერ. ქალი რო შევიდა ტელევიზიაში. აი ეგ, ია სლეი κουინ. ისე რას გავს ახლა ეს ნაძვის ხე? მართლა იგონათ მე მგონი რომ დავწავდით და რაღაცა ჯღლართი აქვს მოტანილი. ხო, 1313 რო გვიდგა ნაძვის ხე იმას გავს გაპარტახებულს. დე იქით ამბობენ ახლა რომ პრეზიდენტი შემოუერთდა აქციას ახლაო. და რომელი ხორი პრეზიდენტია? პრეზიდენტი არის ერთი სალომე. აი ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე. დედა ვერ დამინახა.